მოგესალმებით ბათუმის პირდაპირ ეთერში ჩვენ ბათუმში ვართ საკონსტიტუციო სასამართლოსთან მოქალაქეები ისევ დგანან ქუჩაში ტრადიციულად სასამართლოსთან და გრძელდება ეს უწყვეტი პროტესტი რომელიც თქვენ იცით რომ გრძელდება უკვე წელიწადი და 3 თვეა არა მარტო ბათუმში და თბილისში თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში ისმის პროტესტის ხმა და მოქალაქეების შეუვალობა რომ ისინი არაპირებენ შეწყვეტენ ეს პროტესტი მაშინ როცა დიქტატურას სამყარებენ ამ ქვეყანაში რომ როცა უკეტავენ ქვეყანას გზას ევროპისკენ რაც ცალსაღად ნიშნავს იმას რომ კითხვის ნიშნის ქვეშ რჩება ამ ქვეყნის დამოუკიდებლობა და თავისუფლება ეს პირდაპირ უქმნის საფრთხეს ამ ქვეყნის თავისუფლებას და მის დამოუკიდებლობას როცა მარტო ვრჩებით აგრესორ რუსეთის პირისპირ ჩვენი ევროპელი და ამერიკელი მეგობრების და პარტნიორების გარეშე ამიტომაც მოქალაქეების შეუვალი პოზიციაა რომ ისინი განაგრძობენ პროტესტს როცა დიქტატურის სამყარებას ცდილობენ ამ ქვეყანაში ქართული ოცნება რომელსაც მინდაც ამ ქვეყანაში ძალაუფლება ამ საპროტესტო აქციების უცვლელი მოთხოვნებია ხალხო არჩევნების ჩატარება დემოკრატიულ და სამართლიან გარემოში არ ლეგიტიმური მთავრობის გადადგომა და უპირველესი რა თქმა უნდა არის პოლიტიკური პარტნიორების ინიციატივის ტყვეების გათავისუფლება მოთხოვნებით გრძელდება ეს საპროტესტო აქციები მათ შორის ბათუმში და თბილისში და მთელი ქვეყნის მასშტაბით არის უწყვეტი ეს პროტესტი ნებისმიერ ამინდში ბათუმის შემთხვევაში სწორედ აქ საკონსტიტუციო სასამართლოსთან იკრიბებიან მოქალაქეები ყოველ საღამოს აი უწყვეტი პროტესტის გამოსახატავად. გავისაუბროთ მოქალაქეებს სიმდინარეებთან და ბოლო პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით, მათ შორის დღეს რამდენიმე დღით ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს იგივე ილია ღონც და კიდევ ერთ აქტივისტს. და სწორედ ამ თემასთან დაკავშირებით ვინდა გავისაუბროთ სწორედ ბათუმის პროევროპული აქციის მონაწილეებს და გავიგო მათი პოზიციები. საღამოშიდობის საკავშირო ლეილა მინდა რომ გაგესაუბროთ რას ფიქრობთ დღევანდელ ამბებზე დღეს მაგალითად მინდა გკითხოთ აქციის რამდენიმე მონაწილის დაკავებაზე დააკავეს ადამიანები ტროტუარზე დგომის გამო მაგალითად ილია ღონც შეუფარდეს 4 დღით ადმინისტრაციული პატიმრობა ეს მაგენის წესია უკვე რაღაცები ხომ უნდა მოიგონონ პირველი და უკანასკნელი არა ეს ბევრჯერ გაგვიგონია და ბევრჯერ რაღაცები გააკეთეს მაგრამ ახლა თლავარეს რაღაცებს ანონსებენ და რა ვიცი მე არასდროს არ მგონია თუ რამე გამოსცემს თორ გვაღიარებთ დავიჭერთ ადამიანებს დაგიჭერთ ასეთი კიდევ ერთი გზავნილი მაგას არაფრის არ მოერიდება ყველაფრის მაგისი არიან რომ რამენაირად მათი თავი გადაირჩინონ ხალხი ძალიან ცოდვაა ქართველ ხალხს უკვე აღარ გვაქვს არც თავრობა გვაქვს არც პატრონი არც არავინ არაა რომ ხარში დაუდგეს ჩვენ თუ რამეს დავძლევთ ბოლომდე და რამე იქნება არ ვიცი აი ხალხია დამოკიდებული ასე რა ვიცი მე წელიწადი და 4 თვეა ქუჩაში ვდგავართ და არც არაფერი შეიცვალა არც არა პირიქით ყველაფერს აანონსებენ აი ხალხის საწინააღმდეგო და ოღონდ რამე დაანგრიონ ააშენონ ფული ჩაიდვან ბინების პონჩი ყველაფერი უნდებიან გაუშვან ბინების პონჩი რა შეიძლება გააკეთოს ამ დროს ხალხმა რა გამოსავალი არსებობს თქვენი აზრით როცა ტროტუარზე დგომის გამო უკვე აპატიმრებენ ადამიანებს ახლა ჩემით რო ვუყურებ ასე ბუდიალით არაფერი არ გაქვს უნდა გამევიდეს ყველა თითო როლი 100-200 კაცი ეს არაფერი არა საქართველო უნდა შეერთდეს ეს გაცალკევებული არ უნდა იყოს უნდა შევეერთდეთ რომ რაღაცას უნდა გამევიდეს ყველამ და მოთხოვნები იყო ხომ არ უშლი თავრობაში ყოფნას მაგრამ ისეთი რამე დააწესონ რომ ხალხის სასარგებლოც იყოს და მართლისად ანუ ეს ერთობა არის აუცილებელი ნამდვილად ერთობა თუ არ იქნება ხო იცი ოჯახშიც თუ არა ერთობა იქაც არა ოჯახი ოჯახად ხო იცი ის მის და ეს მის და ესეც ოჯახი არა და ამიტომ უნდა გავეერთიანდეთ უნდა დავждეთ და მოლაპარაკება. კი ახლა მე ვუყურებ დებატებში გამოდიან ზოგი რას მე ყოველთვის ვუყურებ ასეთ რაღაცებს მაგრამ აზრი ისე კაჩას ეს არ ვიცი რაღაცა უნდა გავეერთიანდეთ თუ არ გავეერთიანდეთ არაფერი არ მოხდება არ შეიცვლება არაფერი მადლობა ეს ლეილა მორთულაძე იყო მოქალაქე რომელიც არის ბათუმის პროევროპული აქციის მონაწილე
საღმოშიდობისა შეიძლება რომ გაგესაუბროთ ბათმენებს პირდაპირ. მოდი თქვენ გითხარით ამჯერად. რა ეტაპზეა თქვენ დაკვირვებით ივანიშვილის რეჟიმი, როცა უკვე აპატიმრებენ ადამიანებს ტროტუარზე დგომის გამო. დღეს მაგალითად ილია ღლონს შეუფარდეს 4 დღით ადმინისტრაციული პატიმრობა, ისიც პროევროპული აქციის მონაწილეა თბილისში. ხო, ასე ჩვენ მოვისმინეთ გუშინ კიდევ ერთი ინიციატივა, ხო, ქართული ოცნებისგან, როცა მათ თქვეს, რომ თუკი კონკრეტული განცხადებები კეთდება საჯაროდ და სისტემატურად აღძრავს ეჭვებს კონსტიტუციური ორგანოს, მაგალითად პარლამენტის ლეგიტიმურობაზე, შეიძლება ეს გახდეს უკვე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი. ანუ თქვენ გვაღიარებთ, დაგაკავებთო, დაგაპატიმრებთო, ამას ეს გზავნილია ქართული ოცნებიდან. რა ეტაპზეა ქართული ოცნება თქვენი აზრით? ქართული ოცნება იმ ეტაპზე არის მისული, რომ სადაც არის უნდა დამთავრდეს საბოლოო ჯამში, იმიტომ რომ აღარ შეიძლება ესე გაგრძელდეს. ამათი მმართველობა უკვე X არის მიღწეული და თითოეული ადამიანი უკვე თითოეულმა ადამიანმა უკვე უნდა დაიწყოს ფიქრი, რომ უკვე მანამდე უნდა დაიწყოს მოქმედება, რომ სანამ მის კარებთან ის უსამართლობა მიაკაკუნებს და დრო უკვე გამოფხიზდება. ანუ ყველა კარზე მიაკაკუნებს ეს უსამართლობა. ჩემთან ანუ როგორი დამოკიდებულებით არის ისი ეს მოქალაქეები, რომ აი მე თუ არ მაწუხებს, ესე მე არ მეხება და მე შეიძლება გადავრჩი. ხო, მე გადავრჩი. და შევინარჩუნო რაღაც ერთგვარი კომფორტის ზონა. არა, ხალხნო, იმ ეტაპამდე არიან მისულები, თავს არიან გასულები. თქვენ კარებამდეც მოვა ეს უსამართლობა და დროა იმოქმედოთ და სანამ დროა უნდა მოქმედებაში მოხვიდეთ და ეს მოქმედება არის თქვენი აქციებზე გამოსვლა, თქვენი პროტესტის დაფიქსირება და რავი, ჩვენ აქ ვართ უკვე 400 დღეზე მეტია და გელოდებით თქვენ თუ გამოხვალ და დაგვემატებით, ჩვენს წინააღმდეგ ისინი ვეღარ წავლენ და რავი, რა შეცვლის თუ ადამიანები გამოვლენ თქვა ქუჩაში, რა შეგიძლიათ უთხრათ, თქვა ვინც ახლა თვალს ადევნებს ჩვენს Facebook პირდაპირ ეთერს, ხო? იმიტომ რომ მე მინახავს მოქალაქეები, ალბათ თქვენ შეგხვედრით ვისაც უთქვამს, რომ რა შეცვლია ასე ქუჩაში დგომით, იმიტომ რომ ბევრი ვიყავით გამოსული თქვა გასულ წელს, იგივე დეკემბერში, იანვარში, მაგრამ ეს არ აღმოჩნდა იმის საშუალება, რომ რაღაც პოლიტიკური ცვლილება დამყარდა ქვეყანაში. ანუ რა ლოგიკას ვაყალიბებთ საზოგადოებაში, რომ შენს ბრძოლას აზრი არა აქვს? ანუ როგორც ჩემი უფლებების დასაცავად მე გამოვდივარ და ვიღაცა პოლიციელს რო ევალება ჩემი უფლებების დაცვა, ის ადამიანი ჩემ უფლებებს არ ღვევს. ანუ ძალადობს ჩემზე, სრულმოწმედ მიდგება, ანუ ეს დარღვევა ადამიანის უფლებების და თუ ამაშენ დღეს არ იცავ, ხვალ უკვე გვიანი იქნება და ესე თუ გაგრძელდა ჩვენ ირანიზაცია მოსაგონი იქნება, რომ იმ ეტაპამდე მივალთ, რომ ბოლოს ქუჩაში გვესვრიან სიტყვის თავისუფლების გამო, როცა მოვითხოვ და სანამ აქამდე არ მისულა, დროზე უნდა გამოვხიზდეთ და გამოვიდეთ და გავაპროტესტოთ და ამ მთავრობას უნდა უთხრათ, არა, უნდა წავიდნენ და ამას ვეღარ უარყოფს, ვერ დააიგნორირებს, იმიტომ რომ როცა შენ მტკიცე ხარ შენს პოზიციაში, ჯერ ყველაფრიდან იქიდან გამოვიდეთ, რომ მართალი ხარ. ანუ ვერ გაგამტყუნებს ვერავი, შენს უფლებებს იცავ და გამოდი შენ კარგო ადამიანო და დაიცავ შენი და მომავალი საქართველოს დღე და რავი, სხვანაირად მე არ მესმის, დღეს თუ ვერ ბედავ ერთი დღის მერე, ერთი თვის შემდეგ, ერთი წლის შემდეგ უარესად ვერ გააპროტესტებ და ვერ გამოთქვავ შენ სიტყვის თავისუფლებას და სანამ დროა უნდა იბრძოლო. ასევე ერთ-ერთი ფაქტორი, რის გამოც ადამიანები არ გამოხატავენ პროტესტს, არის რა იქნება ხვალ, თუ გითხრათ შეიძლება ქართულებმა ვინ მოვა სათავეში, ხო? რამდენად კარგი იქნება ეს ცვლილებები ქვეყნისთვის და ჩემი ცხოვრებისთვის. კი ბატონო, აი მაგიტო არის საჭირო თქვენი გარეთ გამოსვლა, რომ აქ უნდა შეთანხმდეს ქართველი ერი თუ ხვალ როგორი სახელმწიფო უნდა. ჩამოყალიბების პროცესში ვართ და ერი რო გამოფხიზდება, შემდეგ დაიწყებს იმ საშუალებების მოფიქრებაზე ერთად ჯელობას, რაც ჩვენ ჭირდება და ამიტომ უნდა გამოვიდეთ ყველამ, შევთანხმდეთ ხვალ როგორი საქართველო გვინდა, რომ ის ქვეყანა მივიღოთ, თორე ესე სახში დომით, პულტის ხელში დაჭერით და 9 საათზე კურიერზე გადართვით, რაკნა ოპოზიციას კითხვით, არაფერი არ მოხდება, თუ შენ არ მიიღებ ამ პროცესებში მონაწილეობას და გამოდი
გამოდის სანამ გვიან არ არის. მადლობა სახელი გვარი შემოგვცემთ. გუბაზ ლამპარაძე. გუბაზ ლამპარაძე, მადლობა გუბაზ. ასეთი განწყობებია ბათუმში საპროტესტო აქციაზე, ეს უწყვეტი პროტესტი, რომელიც გრძელდება ბათუმში საკონსტიტუციო სასამართლოსთან, დღესაც დგანან მოქალაქეები, წვიმს და ამის მიუხედავად მოქალაქეებს თქვენ ხედავთ, ისე რომ დგანან ტროტუარზე. მოდი ცილას გავესაუბრები ქათამიძეს. ცილა საღამოშვიდობის მინდა რომ გაგესაუბრო. გრძელდება ეს ტროტუარზე დგომისთვის ადამიანების დაპატიმრება. დღეს მაგალითად ილია ღლონს შეუფარდეს 4 თვით ადმინისტრაციული, კიდევ რამდენიმე ადამიანს, ხო? ადმინისტრაციული პატიმრობა ტროტუარზე დგომის გამო. ეს რას ნიშნავს თქვენთვის, როგორც სამოქალაქო აქტივისტისთვის, რა ეტაპზეა ქართული ოცნება, რას აჩვენებს ეს თქვენთვის? არა მხოლოდ ეგ ფაქტორი და ეგ ფაქტია, არამედ ის კანონი და ცვლილებები, რომელსაც ეხლა მეორე მოსმენით მიიღეს, ისიც რომელიც გულისხმობს ამ შემთხვევაში არ აღიარების შემთხვევაში ხელისუფლების სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას 6 წლიდან იწყება სასჯელი. რა ვიცი, ჩვენს ქვეყანაში სამწუხაროდ მდგომარეობა უფრო და უფრო მძიმდება და რთულდება. საუბარი არა მხოლოდ იმაზე, რა ტიპის ყოველდღიური ყოფითი თუ სოციალური პრობლემები აქვს ადამიანებს, არამედ ზოგადად ნებისმიერი ტიპის წინააღმდეგობაც კი რაღაცა ხდება გამოხატვას ვერ ახერხებს. ქართული ოცნება რაღაცა ბოლოსკენ ფაზაში გადავიდა იმ სპეცოპერაციის, რომელიც ამ ქვეყანაში რა ვიცი, უნდა ითქვას, რომ ალბათ 2012 წელს დაიწყო, იმიტომ რომ კარგად დაგიდმილმა ამ ყველაფერმა, იმიტომ რომ წინა ხელისუფლების არასწორმა ქმედებებმა, დანაშაულებრივმა მათ შორის ქმედებებმა მყიფე ნიადაგი, მყარი ნიადაგი შექმნა ამ რუსული სპეცოპერაციის შესატარებლად. გამოსდის ეს ივანიშვილს თქვენ. წარმატებით ჯერჯერობით რაიმე ტიპის წინაღობას ვერ ვუქმნით რეალურ წინაღობას, რომელიც მას გადაადგმებინებს რაიმე ისეთი ტიპის ნაბიჯს ან უკან დაახევით. თუმცა ფაქტორი რომ ეს პროტესტი, რომელიც ვერ ჩაახშო ქართულ მოსახლეობამ თავისი რეპრესიული მიდგომებით, ეს ფაქტორი მას ძალიან დიდ პრობლემას უქმნის. ამით არა ალბათ ნახავის ახალი კანონი, ხო რომ თუ არ მაგიარებთ აგიჭერთ. რა თქმა უნდა, თუმცა საუბარი იმაზე, რომ რაიმე ტიპის მნიშვნელოვან წინააღმდეგობას უწევთ ამ გადაწყვეტილებების მიღებაში, ვფიქრობ, რა იქნებოდა ყველაზე მნიშვნელოვანი წინააღმდეგობა, როგორ ხედავთ თქვენ ამ მნიშვნელოვანი წინააღმდეგობა იქნებოდა საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობა ქუჩაში, არ ვიცი რამდენი ხანით იქნებოდა საჭირო და იმის თქმა, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება, იმიტომ რომ არ არსებობს სფერო და დარგი ხა მაგალითად განათლების საკითხებზე საუბრობდით, როგორც აღმოჩნდა მაგალითად მიუხედავად იმ ზარზე იმისა, რომელიც ბათუმის უნივერსიტეტის პერსონალს აქ გადავრჩითო, ესე აუწყებენ სტუდენტებს თუ სხვა საზოგადოების სხვა წევრებს პროფესიული განათლების 60 წლიანი პროგრამა უკვე აღარ ქონია ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტზე და ძალიან ბევრი და არავინ ამასთან დაკავშირებით ხმას ვერ იღებს, იმიტომ რომ რა ვიცი, იმიტომ რომ ძალიან ბევრ მიმართულებით ახერხებენ რომ დაშალონ, დაჩეხონ ყველა ის ვერ ვიტყვი საუკეთესო ან წარმატებული რეფორმა თუ საკითხი, მაგრამ რაღაც კუთხით მიღწევა, ხო? პროგრესული რაღაცა ტიპის პროგრესირებადი რეფორმები, რაც ამ ქვეყანაში, რა ვიცი, დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღემდე გრძელდებოდა და რაც იდგა ამ ქვეყანაში ძალიან ბევრ სექტორზე, მათ შორის საჯარო სექტორზე, კერძო, სამოქალაქო სექტორზე, მედიის ნაწილზე, ძალიან ბევრი ადამიანი იყო ამ პროგრესის სულის ჩამდგმელი თუ განხორციელებელი ამ ქვეყანაში, თუმცა სამწუხაროდ ზუსტად მათ წინააღმდეგ ახერხებს ქართული ოცნება წარმატებით ბრძოლას, იმიტომ რომ ნაწილი ან გააქციეს ქვეყნიდან, ან გააკავეს, ან რა ვიცი, ტროტუარზე დგომასაც უზღუდავენ.
გამოსავალი ალბათ არის ის, რომ მიუხედავად იმ რთული ფსიქოემოციური, ფიზიკური, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობისა, რაშიც ამ 2 წლის შიგნით ძალიან სწრაფად მოახერხეს ჩვენი ამ მდგომარეობამდე მიყვანა, ვფიქრობ, რომ საბოლოოდ ყველა უნდა დაფიქრდეს და გასცეს პასუხი კითხვაზე, გვინდა თუ არა ქართული ოცნების ამ რეალობაში არსებულ, დღეს არსებულ რეალობაში და დასახულ პერსპექტივაში ცხოვრება და რაღაცა, იმიტომ რომ რა ვიცი, მე მაგალითად არსებ წასვლას არ ვაპირებ, რაც არ უნდა მოხდეს, რა უარესი მდგომარეობა თუ შემდეგ ეს იქნება სამართლებრივი, სოციალურ-ეკონომიკური თუ ეს შემდეგ, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ინტერესი მაქვს იმისი, როგორ აპირებენ ქართული ოცნების ჩვეულებრივი წარმომადგენლები ამ ქვეყანაში გააგრძელონ ცხოვრება ამ ტიპის ქვეყანაში, სადაც რა ვიცი, სკოლაში მათი შვილის უფლებებს ვერ დაიცავენ, რა ვიცი, უნივერსიტეტში საკუთარი შვილების უფლებებს, ჯანდაცვის სფეროში საკუთარი მშობლების სფეროში და ყველაფერზე აისახება ხო ბუნებრივი ავტორიტარიზმი. არ ვიცი, ყველა ალბათ უნდა დაფიქრდეს, ყველა ის ადამიანი, რომლისთვისაც რომელსაც შეუძლია გაიაზროს ჩვენი ქვეყნის წარსულის აწმყოს და სამომავლო, რა ვიცი, შეთანხმებული რაღაცა რეალობა, რომელიც ამ საზოგადოებას მეტნაკლებად ჰქონდა განსაკუთრებით ევროპული კურსი ამ ქვეყნის და ევროპული ცივილიზებული წესები დამკვიდრება გვინდოდა ამ ქვეყანაში, იმ ადამიანებმა ალბათ ვიფიქროთ, იმიტომ რომ რა ვიცი, ჩვენს გარდა ამ ამბავს ვერავინ ვერ გააკეთებს. ოღონდ ხა მთავარი კითხვა, რაც ალბათ ესე ადამიანებს აწუხებთ, რა იქნება მერე. ამაზეც პასუხი უნდა გასცეს არა მხოლოდ პოლიტიკურმა პარტიებმა, რომელიც ჯერ კიდევ არსებობს ამ ქვეყანაში, არამედ საზოგადოების თითოეულმა წევრმა, რომ ის როგორი პოლიტიკური მოწყობის ქვეყანას სურს მას რომ მიიღოს და ისიც სათქმელია, რომ დიქტატურაში ვერ არის ოპოზიცია, ხო? დიქტატურა ანადგურებს ოპოზიციას და ამიტომაცაა, რომ როგორც მედია არის ძირითადად მდგომარეობაში დღეს ისევე არის სხვადასხვა ტიპის პოლიტიკური პარტიები. კითხები რატომ არ არის ოპოზიცია, ოპოზიცია სად არის? ნუ შეიძლება სამართლიანიც არის საყოდური რომ არ არის ის მდგომარეობა, რაშიც ჩვენ სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლები, მედიის წარმომადგენლები, ექიმები, მასწავლებლები არიან, იმ მდგომარეობაშივე არიან პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები. მესმის არსებობს რაღაცა გარკვეული ტიპის კითხვები კეთილსინდისიერებასთან, ნდობასთან, რა ვიცი, საკუთარი სიტყვის ერთგულებასთან და ის შემდეგ დაკავშირებით. თუმცა ისიც ობიექტურობისთვის უნდა ითქვას, რომ ის ყოველდღიურობა, რაშიც ქართული ოცნება ამ დაგეგმილი მათი ამ სპეცოპერაციის ფარგლებში ამ ქვეყანაში ახორციელებენ, მარტივად გასაძლები არ არის, იმიტომ რომ ფაქტობრივად 2 წლის განმავლობაში ყოველდღიურად რაიმე ტიპის საკუთარი, რა ვიცი მე, ადამიანები ხედავენ საკუთარი რეალობა თუ სამომავლო გეგმები, პროფესიული თუ ზოგადი, რაც საერთო გვაქვს ამ შემთხვევაში, როგორ ინგრევა, როგორ იმსხვრევა, როგორ ანადგურებენ, ისე რომ დღეს ვერ დასრულდეს მათი ხელისუფლება, ეხლაც კი გასრულდება იმ ყველა რა ვიცი, ყველაფრის გაგრძელება, რაც ამ ქვეყანაში რთულად, მაგრამ მაინც ხორციელდებოდა, რა ვიცი, სოფლის მეურნეობაში, ჯანდაცვაში თუ სხვადასხვა მიმართულებით. იმიტომ რომ მეტნაკლებად ჩვენი პარტნიორი ქვეყნების მხარდაჭერით და სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების, რომელთაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ ამ ქვეყანაში სამართლიანი წესებით გვეცხოვრა, იმათი დახმარებით ძალიან ბევრი რამე მართალია ნელი ტემპით, მაგრამ ხორციელდებოდა, თუმცა დღეს ამ აღმოსწორ ეს ყველაფერი იყო ძალიან მყიფე და არის ძალიან მყიფე. შესაბამისად, მდგომარეობა იმაზე რთულია, ვიდრე 2 წლის წინ გვეგონა და წარმოგვედგინა, როდესაც ჩვენ საუბრობდით რუსული კანონის თუ სხვა ტიპის მაშინ თუნდაც
ზინა ივანიშვილის პრემიერის კობახეთის განცხადების შემდგომ იმაზე, რომ აი ეს ცვლილება რთული შეუძლებელია განხორციელდეს და რუსული კანონით შემთხვევაშიც რაღაცა მოლოდინები, რომელზეც საუბრობდით, ეს მოლოდინები მე მაგალითად მქონდა რაღაცა აი 5-10 წლის რაღაცა იმაში თუ ვერ მოახერხებდი. თუმცა აღმოჩნდა, რომ ძალიან სწრაფად მოახერხეს ყველა ამ მოსალოდნელი ცუდი ამბების უფრო გაბევრება, ესე რომ ვთქვათ და საკუთარი თავის ანტირეკორდებიც კი ბოლო 1 წელია განსაკუთრებით ახერხებენ მორალის, ღირსების, ეთიკის, თუმცა რა ვიცი, უნდა ითქვას ისიც, რომ ყველაფერი რაზეც რა ვიცი დგას ჩვენი ცნობიერება. ხო, რა ვიცი, ისტორია, აღქმა სამართლებრივი, თუ ზოგადად რელიგიური ადამიანის სიკეთის, ბოროტების, რა ვიცი, დანაშაულის, მორალის, ყველაფერი აბსოლუტურად რეალობაში საწინააღმდეგოს აკეთებენ და შესაბამისად ეს ჟამიანობა, რაც ახლა გვიდგას, აუცილებლად დასრულდება და ძალიან უხვარ ყველა იმ ადამიანის გამო, რომელიც ერთ აგურს მაინც ადებს ამ ბოროტებას, რაც ამ ქვეყანაში დღეს არის. მადლობა, ეს ციალა ქათამიძე იყო ამ პროევროპული საპროტესტო აქციების წინააღმდეგობის აქტიური წევრი. თქვენ უსმენთ ბათუმის პროევროპული საპროტესტო აქციის მონაწილეებს ბოლო პოლიტიკურ ამბებთან დაკავშირებით. ეს ბათუმის საპროტესტო აქცია, რომელიც უწყვეტად გრძელდება, უკვე წელიწადი და 3 თვეა, მოქალაქეები აქ იკრიბებიან უკვე ტრადიციული შეკრების ადგილას საკონსტიტუციო სასამართლოსთან, ნებისმიერ ამინჩი, წვიმაში, მზეში თუ თოვაში თუ ყინვაში მოქალაქეები მუდმივად დგანან აი აქ და ამბობენ, რომ შეუვალია მათი პოზიცია, ისინი ითხოვენ ხელახლა არჩევნების ჩატარებას დემოკრატიული სამართლის გარემოში და პირველ რიგში პოლიტიკური პატიმრების რეჟიმის ტყვეების გათავისუფლებას ითხოვენ. ასეთ იყო ბათუმელების პირდაპირი ჩართვა. მადლობა ყურადღებისთვის. ეს უნდა ჩვენს ვებგვერდებს ბათუმელები ჯი-დან გაზეთი ჯი რომ მიიღოთ განახლებული და საანდო ინფორმაცია. მადლობა ყურადღებისთვის. დროებით.